თითქმის 5000 წლის წინ თანამედროვე ტექნოლოგიების, ამწეებისა და ზუსტი საზომი ინსტრუმენტების გარეშე შეიქმნა სტრუქტურები, რომლებიც ადამიანებში დღესაც კი გაოცებას იწვევს. ამ ეპიზოდში გაიგებთ, როგორ აშენდა პირამიდები და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს წარმოუდგენელი კონსტრუქციები შექმნეს. პირამიდები დაკრძალვის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ფარაონებისთვის განკუთვნილი ეს სამარხები ძალაუფლების, სიძლიერისა და უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენდა. ეგვიპტელები პირამიდებს საკუთარი მმართველების განსადიდებლად და მათი სხეულების შესანარჩუნებლად აშენებდნენ. თითოეული პირამიდა არა ერთი მარტივი შენობა, არამედ მთლიანი კომპლექსი იყო, რომელსაც რამდენიმე დამხმარე ნაგებობა ჰქონდა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ გიზაში მდებარე პირამიდები ეგვიპტის სავიზიტო ბარათია და მათ ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. გიზის პირამიდა მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად ითვლება. ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეგვიპტეში ამ პირამიდის გარდა სხვა პირამიდები არაა, თუმცა ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით 140-მდე სხვადასხვა პირამიდაა განლაგებული, რომელთა უმეტესობასაც საკუთარი უნიკალური თავისებურებები, არქიტექტურული დიზაინი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საკარაში მდებარე ჯოსერის პირამიდა უძველეს დიდქვის ნაგებობად და არქიტექტურის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება. ეს პირამიდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2650 წელს აშენდა და ის შემდგომი პირამიდების პროტოტიპი გახდა. დახშურის მოხრილ პირამიდას უჩვეულო ფორმა აქვს. მკვლევარების აზრით, შესაძლოა მისი ფორმა სტრუქტურული მოდიფიკაციის შედეგი იყოს. გიზის პირამიდა ეგვიპტის პირამიდებს შორის ყველაზე დიდ პირამიდად ითვლება. თავდაპირველად მისი სიმაღლე დაახლოებით 146.6 მეტრი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ზედა ნაწილის განადგურების გამო ის დაახლოებით 138 მეტრამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, დღესაც კი ეს პირამიდა შთამბეჭდავად გამოიყურება. ის იმდენად მაღალია, რომ მისი შედარება თანამედროვე 46 სართულიან შენობასთანაც კი შეგვიძლია. ძველი ეგვიპტე იმ ცივილიზაციებს მიეკუთვნება, რომელთათვისაც სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა. ეს არა მხოლოდ რელიგიური რწმენა, არამედ მათი კულტურის, ტრადიციებისა და ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი იყო. ეგვიპტელების აზრით, სიცოცხლე სხეულის სიკვდილით არ მთავრდებოდა. სხეული კვდებოდა, მაგრამ სული არსებობას განაგრძობდა და ის სიკვდილის შემდგომ სამყაროში გადადიოდა, სადაც მას სხვა ფორმით არსებობა შეეძლო. ითვლებოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ოსირისის სამეფოში რთული და სახიფათო მოგზაურობა უნდა წამოეწყო. ეს გზა მრავალ განსაცდელსა და ხაფანგს მოიცავდა. ყველა ამ სირთულის წარმატებით დასაძლევად, ეგვიპტელი წინასწარ უნდა მომზადებულიყო. მას აუცილებლად უნდა დაემახსოვრებინა სპეციალური შელოცვები, ტექსტები და ფორმულები, რომლებიც სულ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში გამოადგებოდა. ეგვიპტელებისთვის იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. ის არა მხოლოდ სულიერ მომზადებას, არამედ სხეულის დაკრძალვისთვის საჭირო ფიზიკურ მომზადებასაც მოიცავდა. სწორედ ამიტომ გახდა მუმიფიკაციის პროცესი ძველი ეგვიპტის მთავარი მახასიათებელი და მათი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ამოსაცნობი ელემენტი. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 3400 წლიდან ეგვიპტელებმა მუმიფიკაციის ხელოვნება საგრძნობლად დახვეწეს და ის ბევრად მაღალ დონეზე აიყვანეს. გარდაცვლილთა ცხედრებს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში მოგზაურობისთვის ამზადებდნენ. პროცესი დაახლოებით 70 დღე გრძელდებოდა და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პირველ რიგში ნეშტი სპეციალურ მარილიან ხსნარში თავსდებოდა, რომელიც სხეულის დაშლის პროცესს აჩერებდა. შემდეგ ბალზამირების ეტაპი იწყებოდა. უკანასკნელ ეტაპზე ცხედარს საკმეულითა და სპეციალური არომატული ზეთებით ამუშავებდნენ, რის შემდეგაც მას ნაჭრებში ახვევდნენ. სწორედ ამიტომ აქვთ მუმიებს მუქი ფერი. სახვევების ფენებს შორის ამულეტები და დამცავი სიმბოლოები თავსდებოდა, რომლებიც გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში დასახმარებლად და მისი საფრთხისგან დასაცავად იყო განკუთვნილი. ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ყველა განსაცდელის გავლის შემდეგ სულს ოსირისი განშჭიდა. სწორედ ის წყვეტდა მიაღწევდა თუ არა გარდაცვლილი სამოთხის მსგავს იალუს მინდვრებს, თუ ის სამუდამოდ გაქრებოდა. დღესაც კი ხეოფსის პირამიდა კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ და კვლევებისთვის მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. 2016 წელს მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. ინფრაწითელი თერმოგრაფიის, 3D სკანირებისა და რენტგენოგრაფიის მეშვეობით მათ პირამიდის სტრუქტურის შესწავლა მისი დაზიანების გარეშე შეძლეს. შედეგად მეცნიერებმა პირამიდის შიგნით აქამდე უცნობი ოთახები აღმოაჩინეს. ეს ფაქტი ძველ ეგვიპტეში ჩატარებული კვლევების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება. ამ აღმოჩენაში ყველაზე საინტერესო მათი დანიშნულებაა. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი შესაძლოა მშენებლობის შედეგად დარჩენილი ტექნოლოგიური სიცარიელები იყოს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მათი აზრით, ეს ოთახები არა მშენებლობის დროს საჭირო სიცარიელე, არამედ ფარული სამარხებია. ჯერჯერობით მათი ზუსტი დანიშნულება უცნობია, თუმცა ამ ოთახების არსებობის ფაქტი ამტკიცებს, რომ პირამიდის შიდა სტრუქტურა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს აღმოჩენა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ათასობით წლის შემდეგაც კი პირამიდები უამრავ საიდუმლოს ინახავენ. პირამიდების მშენებლობაში გამოყენებული ძირითადი მასალა კირქვა იყო. ის როგორც შიდა სტრუქტურებისთვის, ასევე გარემო პირკეთებისთვის გამოიყენებოდა. გარემო პირკეთების დროს მკვრივ თეთრ კირქვას იყენებდნენ.
ის მზის სხივებს ირეკლავდა და პირამიდებს შორიდან ხილულს ხდიდა. მშენებლები კირქვის გარდა სხვა მასალებსაც იყენებდნენ, მაგალითად წითელ გრანიტს. ის ინტერიერისა და მნიშვნელოვანი ოთახების გასაფორმებლად გამოიყენებოდა. იატაკი ბაზალტისა და ალებასტრისგან მზადდებოდა, რაც მათ სიმტკიცესა და გამძლეობას აინჭებდა. ეს მასალები ზოგჯერ ათობით ან ასეული კილომეტრის მოშორებით მდებარე რეგიონებიდან მოჰქონდათ. ერთი ბლოკის საშუალო წონა დაახლოებით 2 ტონა იყო, თუმცა ზოგიერთი ბლოკის წონა ბევრად მეტია. მათი გადატანა უამრავი ადამიანის კოორდინირებულ მუშაობას, ზუსტ ორგანიზებას და კარგად გააზრებულ სისტემას მოითხოვდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, როგორ აშენდა პირამიდები და რა ტექნოლოგიებს იყენებდნენ მათი მშენებლობისთვის. ერთი პირამიდის მშენებლობას, როგორც წესი, 20-დან 30 წლამდე, ზოგჯერ კი უფრო მეტი დრო სჭირდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პირამიდებს ფარაონების ბრძანებით მონები აკებდნენ. ეს რწმენა ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს ჩანაწერებმა გაამყარა. ის ამტკიცებდა, რომ გიზის დიდი პირამიდა 100,000-მა მონამ ააშენა, თუმცა თანამედროვე კვლევები ამ თეორიას ეჭქვეშ აყენებენ. მეცნიერები თვლიან, რომ ძველ ეგვიპტეში მონების ასეთი დიდი რაოდენობა უბრალოდ არ არსებობდა. გარდა ამისა, ადამიანების ასეთ რაოდენობას ერთდროულად ეფექტურად მუშაობა სერიოზული ორგანიზაციული სტრუქტურის გარეშე არ შეეძლო. დღეს მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ პირამიდები იმ პროფესიონალი მუშების მიერ აშენდა, რომლებსაც საჭირო უნარები და გამოცდილება ჰქონდათ. ძირითადი ჯგუფი დაახლოებით 4,000 ადამიანისგან შედგებოდა. ისინი სამშენებლო მოედნის მახლობლად სპეციალურად აშენებულ დასახლებებში ხშირად ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, არსებობდა 20,000-მდე ადამიანისგან შემდგარი დამხმარე ჯგუფიც. ამ ადამიანების მთავარი ფუნქცია ბლოკების გადატანა, პანდუსების მშენებლობა, ხელსაწყოების დამზადება და საკვების მიწოდება იყო. მეცნიერები თვლიან, რომ მთავარი ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო დამხმარე ჯგუფი ნილოსის წყალდიდობის დროს აქტიურდებოდა. ასეთ პერიოდებში მიწა სველდებოდა, რის გამოც სოფლის მეურნეობა დროებით ჩერდებოდა და შესაბამისად მშენებლობაში მონაწილეობა ბევრ ადამიანს შეეძლო. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი ისაა, როგორ გადაჰქონდათ მუშებს ის მძიმე ქვის ბლოკები, რომელთა წონაც რამდენიმე ტონას შეადგენდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ბლოკები ქვიშაზე სპეციალური ხის კონსტრუქციების მეშვეობით გადაჰქონდათ. ეს მეთოდი მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური იყო, განსაკუთრებით იმდროინდელი პირობების გათვალისწინებით. ამ თეორიას ძველი ეგვიპტური გამოსახულებაც ამყარებს, რომელზეც ადამიანთა ჯგუფია გამოსახული. ამ ადამიანებს მძიმე საგანი გადააქვთ. ამ დროს კი მათ წინ მდგომი ქვიშაზე წყალს ასხამს. ეს მოსაზრება დიდი ხნის განმავლობაში უარყოფილი იყო, მაგრამ თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ სქელი ქვიშა ნივთებს მასზე სრიალის საშუალებას აძლევს. შედეგად, ადამიანებს მძიმე ბლოკები ბევრად მარტივად გადაჰქონდათ. გარდა ამისა, სათანადო ორგანიზებითა და დატვირთვის განაწილებით, ათობით მუშას ერთი ბლოკის ჯგუფურად გადატანა შეეძლო, რაც ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდიდა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ მასშტაბისა და სირთულის მიუხედავად, პირამიდების მშენებლობა არა შეუძლებელი სასწაული, არამედ კომპეტენტური ინჟინერიის, პრაქტიკული ცოდნისა და კარგად ორგანიზებული სამუშაოს შედეგი იყო. პირამიდები კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კონსტრუქციებად რჩება. საინტერესო კი ისაა, შეუძლიათ თუ არა დღეს ადამიანებს მსგავსი რამის გამეორება, თუ ჩვენ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვაფასებთ უძველესი ცივილიზაციების განვითარების დონეს. გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში, ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.